არის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი, დედაღვთისას მონასტერი, ხო? რომელიც ცნობილი არის მთელ საქართველოში თავისი მნიშვნელობით და თავისი სიმძლევრით. მაგრამ რა თქმა უნდა, სოფელს ძალიან ძლიერი სათქმარი აქვს, თქვით ჩვენ რომ ეს დაბინძურება თავისივე თავად ეს მინიატურები და ქარხნები, ასევე მდინარის დაბინძურებაც ჩვენი პრობლემა არის, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ სიძლელეების დაცვაზე, უნდა ხელი შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება უფრო კარგად გამოიყურებოდეს ჩვენი ისტორიული ძეგლები. თან უნდა მე მაინტერესებს, შენ ვიყავი ხშირი ახლოს ცხოვრობ, ხო? დედაღვთისის მონასტერთან და მაინტერესებს, აი შენი თვალით დანახული რა სათქმარი აქვს ჩვენ სოფელს. მე და ჩემთან ეკლესიები ამირანი საკმაოდ ახლოს ვხორობ დედაღვთისის მონასტერთან და ხშირად ვხედავ თუ როგორი პრობლემების წინაშე დგას იგი. მას ჩავტარდა რესტავრაცია, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. ტაძარი განაახლეს, მაგრამ არც ის აღმოჩნდა საკმარისი. გარშემო მცენარეული საფარი? დიახ, გარშემო მცენარეული საფარი თითქმის განადგურებულია. არის დაჭიანებული ხეები, ასევე გამჭმარი, მოჭრილი, ასევე იქაურობ არის ძალიან დანაგვიანებული. სამწუხაროდ სახელმწიფოს არ გააჩნია სახსრები, რათა დაეხმაროს, აღადგინოს და უფრო დიდხანს შემოინახოს ეს ისტორიული ძეგლი. და მე რა მაინტერესებს თამლა, ეს ახლა წლების წინ კიდევ უფრო მეტად მიტოვებული იყო დედაღვთისის მონასტერი, ხო? და მე ვიცი რომ თქვენ ჩართულები ხართ, იქ ბერები ცხოვრობენ, ხო, მასე ბერების საცხოვრებელი აშენდა და თქვენ ახალგაზრდები ცდილობთ რომ დაეხმაროთ ბერებს და მე ვიცი რომ მწვანე საფარი ხელახლა დაშენდა იქ, ხო? ახალი ამაზე ისაუბრია, რა ხდება დღესდღეობით უფრო მეტად მოსახლეობა უფრო მეტად აქტიურობს, რათა მცენარეთა საფარი განახლდეს და მონასტრის გარშემო არ იყოს განადგურებული. მოსახლეობამ გააშენა ახალი ხეები, ახალი მცენარეები, მაგრამ ისინი ჯერ ძალიან პატარებია და იმდან ვერ უწყობს ბუნებას გაჯანსაღებაში ხელს. მაგრამ თქვენ როგორ დებოდთ მონასტერში? თქვენ მიდიხართ, ვიცი რომ ინტერნეტის იმეზოსით ასუფთავებთ, ხო? დიახ, ჩვენ ვიდეოს ასუფთავებთ, შეძლებდა გვაქვს ეხმარებით ბერებს. დიახ, ბერები ასევე არანაკლებ მონაწილეობას იღებენ, ატარებენ წიგნებს, ასევე აქვთ აი ფუტკარი და ფუტკრები მოიშენეს, და ფუტკრების გამოყენებით ისინი ანუ იქიდან მიღებული თაფლი თავისივე თავად მე რეალიზაცია ხდება ამ თავის ღირია და ამით რაღაც სასიკეთოს აგებენ ამ თანხას ახმარებს ისე მონასტრის მოსახლეობა ცდილობს მონასტერის დაეხმაროს და ის განაახლოს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან მონასტერს სჭირდება სახელმწიფოს სახელი. თქვენ ისევ მე მგონი ყველანი აღარ რომ ხედავთ ამ სოფლის აქტივობას, რომ თქვენც აქტიურად ჩაერთვებით ამ საქმეში და ყველანაირად შეუწყობთ დღეს ბერებს და თქვენ სოფელს რომ აღორძინდეს, ხო, ისე დედაღვთისის მონასტერი, მაგრამ კარგებოდეს წიგვა და იყოს ყველაფრის საერთო.